that the respondent state is to pay the applicant government within 3 months მოპასუხე მხარემ საქართველოს 3 თვის განმავლობაში 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს იმ ზარალეს ასანაზღაურებლად, რაც ქართველთა დაახლოებით 1400 კაციანმა ჯგუფმა განიცადა. ამით საქმეს დახურულად ვაცხადებთ. ეს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 31 იანვარს მიიღო. საქმე ეხება 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან 4634 ეთნიკური ქართველის გამოძევებას. 2006 წლის 27 სექტემბრიდან საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით 4 რუსი ოფიცერის დაკავების შემდეგ რუსეთის სახელმწიფომ ეთნიკური ქართველების მასობრივი დაკავების, დაპატიმრებისა და დეპორტაციის კამპანია დაიწყო. 2006 წლის ბოლოდან 2007 წლის იანვრამდე რუსეთიდან 4600-ზე მეტი ქართველი გამოაძევეს. ქვეყნებს შორის პოლიტიკური დაძაბულობა მკაცრად აისახა უბრალო ადამიანების ბედზე. დეპორტირებულთა ნაწილი რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სატვირთო თვითმფრინავებით გამოუშვეს, ნაწილი თვითონ დაბრუნდა. მძიმე პირობებს მსხვერპლიც მოჰყვა. დაკავებისა და დაპატიმრების დროს ქართველები დამამცირებელ და არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ. სტრასბურგის სასამართლოს განჩინებაში მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე აღწერილია ის პროცედურები, რომლის გავლად საქართველოს მოქალაქეებს მოუხდათ. მათი პირადობების შემოწმება ქუჩებში, მარკეტებში და სხვა სამუშაო ადგილებში, მათ სახლებშიც კი ხორციელდებოდა. შემდგომ მათ აკავებდნენ და გადაჰყავდათ პოლიციის განყოფილებებში. ქართველი მოწმეები საუბრობდნენ გადატვირთულობაზე, აუტანელ და არაადამიანურ დაკავების პირობებზე, ჰიგიენის პირობების არარსებობაზე, საკნები, რომლებსაც მაიმუნების გალიას ეძახდნენ. ქალები და მამაკაცები ხშირად ერთად იყვნენ დაპატიმრებული და დაჯდომის საშუალებაც კი არ ჰქონდათ. თუ რა ხდებოდა ამ დროს მოსკოვში და რა მდგომარეობაში უწევდათ ცხოვრება ქართველებს. ამის შესახებ მეგატივის ჟურნალისტ მარიამ კუხიანიძეს გავესაუბრეთ, რომელიც იმ პერიოდში სწორედ რუსეთში ცხოვრობდა და სკოლის მოსწავლე იყო. მახსოვს როგორი მძიმე პერიოდი იყო ეს პერიოდი მოსკოვში. მე მაშინ ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი და სკოლის მოსწავლე ვიყავი. მახსოვს როგორ მოვიდა შესაბამისი ორგანოდან უწყება სკოლაში, რომ თუ ვინმე ქართველი ყავდათ მათ მოსწავლე, გადაეცათ საბუთები. მახსოვს რომ გარეთ გასვლა ყველაზე შინოდა, მათ შორის მეც და ეს არ იყო 1 და 2 დღე, ეს გრძელდებოდა დღეები, თვეები. იყო ესეთი შემთხვევები, რომ ჩემთან ერთად ვინც სწავლობდნენ ჩემ სკოლაში, რამოდენიმე ბიჭი აიყვანეს და ზუსტად იმ თვითმფრინავით გადმოფრინდნენ, ანუ საბარგო თვითმფრინავით რომ გადმოაფრინეს. იყვნენ მათ შორის ჩემი ახლობლებიც ძალიან ბევრი. ეს იყო კოშმარული დღეები მოსკოვში. ახსოვს ფარდასაც კი ვერ წავდით სახლში, იმიტომ რომ ანუ გარედან არავის დაენახა, რომ იქ კავკასიელები, კერძოდ კი ქართველები ცხოვრობდნენ. გვეშინოდა მაღაზიაში გასვლაც, იმიტომ რომ იჭერდნენ, არ ქონდა მნიშვნელობა, პატარა ბავშვიანი იყო, არ იყო პატარა ბავშვიანი, ყველას იჭერდნენ და უშვებდნენ აი ამ თვითმფრინავებით, რომლებიც ბარგისთვის იყო განკუთვნილი. მაშინდელ მილიციას ჰქონდა დაკვეთა, რომ ქართველები არ ქონდა მნიშვნელობა ამას, ვინ იყო, რა იყო, საბუთიანი იყო, არ იყო საბუთიანი, გაეშვათ, ანუ მომხდარიყო დეპორტაცია და მათ მოსკოვი დაეტოვებინათ. მათ შორის იყვნენ ჩემი ახლობლებიც, რომლებსაც 2 პატარა მცირეწლოვანი ბავშვი ყავდა, 3 და 5 წლის და მახსოვს რამდენიმე დღე ყავდათ ისინი ეგრეთ წოდებულ აბეზიანიკებში გამოკეტილები და სხვა დანარჩენმა ოჯახის წევრებმა არც კი იცოდნენ, სად იყო ეს ადამიანები, მხოლოდ რამდენიმე დღის თუ 1 კვირის შემდეგ მოხდა მათი დეპორტაცია საქართველოში. იქ როგორც ანუ ჩემი ახლობლები ყვებიან, ისინი ერთად ძალიან ბევრი ქართველები იყვნენ, ერთად ასე რომ ვთქვათ თავმოყრილი. მათ წყლის დალევის საშუალებაც კი არ ჰქონდათ და მახსოვს როდესაც რეკავდნენ, ამბობდნენ რომ მცირეწლოვანი ბავშვები არიან ძალიან ბევრი და ელემენტარული, მათ საჭმელსაც ვერ უკეთებენ და ანუ საჭმელის შეტანაზე ხო საერთოდ ზედმეტი იყო ლაპარაკი. მე მახსოვს ერთ-ერთმა ჩემმა ახლობელმა თქვა, რომ ანუ მათთან მივიდა პოლიციელი და უთხრა, რომ ესმის ეს მდგომარეობა ძალიან მძიმე მდგომარეობა, მაგრამ რა ქნას, ესეთი არის დაკვეთა და ის დაკვეთას ასრულებს. მიმაჩნია, რომ ის გადაწყვეტილება რაც გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ძალიან ბევრი წელი გავიდა, სამართლიანია, თუმცა ალბათ ვერანაირი ფული ვერ უზრუნველყოფს იმ ფსიქოლოგიური ტრავმის ასე ვთქვათ გადაფარვას, რაც იმ ადამიანებმა მაშინ იმ დროს მიიღეს.
და თუ რეალურად მოხდება ეს კომპენსაცია და რუსეთი მართლაც რეალურად გადაიხდის ამ თანხას, მიმაჩნია რომ ცოტა მაინც უკეთესი იქნება ამ ადამიანებისთვის, იმიტომ რომ ეს ძალიან ღრმა ტრამვაა მათთვის მერწმუნეთ, ეს არ არის რაღაც ზედაპირული საკითხი. ფერი მაინც თვლი და მიმაჩნია რომ მოდის არა ხალხის მიერ თქვა დამოკიდებულებით, არამედ ამას ყველაფერს პოლიტიკა აკეთებს. ამიტომ იმედია იქაც გაჩნდება ისეთი ხელისუფლება იქნება, რომელიც რეალურად გადაწყვეტს რა არის და რა მოხდა. და მხოლოდ ამის შემდეგ მიმაჩნია რომ როდესაც თვითონ ხელისუფლება დაათბობს ურთიერთობას, თვითონ ეს აღდგება ურთიერთობები ორი ქვეყანას შორის, თავისთავად ადამიანებიც მე მგონი უფრო მეტად დაიწყებენ მიმოსვლას. ჩემი თაობა, რომელიც დღეს ძალიან ცდარ ინფორმაციას ფლობს საქართველოზე და ქართველებზე, გაიგებს რომ ნამდვილად არ ვართ ის აგრესორები და ნამდვილად სხვანაირები ვართ და ნამდვილად ის ადამიანები ვართ, ვინცაც შეგვიძლია სითბო გამოვცეთ და როგორებიც იყვნენ ადრინდელი ქართველები, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ამბობდნენ, რომ ადრინდელი ქართველები სხვანაირები იყვნენ, იმიტომ რომ მათ ბებიები, ბაბუები უყვებოდნენ ამის შესახებ და თურმე ეხლანდელი ქართველები სხვანაირები არიან მათთვის უბრალოდ. ესეც ყველაფერი არის იმ საინფორმაციო კამპანიის ნაწილი, რაც მათ მიეწოდებათ სხვადასხვა მედია საშუალებებიდან. იქამდე კი სანამ ეს პოლიტიკური და ადამიანური დამოკიდებულებები დათბებოდეს, სტრასბურგის დიდი პალატის გადაწყვეტილებით რუსეთის სახელმწიფომ იმ ეთნიკურ ქართველებს, რომლებზეც მხოლოდ პროტოკოლის მეოთხე მუხლის კოლექტიური გამოძევების დარღვევა დადგინდა, 2000 евро უნდა გადაუხადოს, ხოლო მათ ვისზეც ამ მუხლთან ერთად თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დაკავებისას არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლების დარღვევაც დადგინდა 10,000-დან 15,000 ევრომდე. იმედია ეს კომპენსაცია მცირედით მაინც აანაზღაურებს ამ ადამიანების ტკივილსა და დანაკლის, რაც მათ მხოლოდ მათი ქართველობისა და ეთნიკური წარმომავლობის გამო მიადგათ. თამარ ქავთარაძე და გიორგი დოღონაძე, ტელეკომპანია მეგა TV-სათვის.